ივლისში ფოთის პორტმა რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დაამუშავა. APM ტერმინალს ფოთის ინფორმაციით ივლისში 64,765 TEU კონტეინერის მომსახურება მოხდა, რაც ერთი თვის ჭრილში დამუშავებული კონტეინერების რეკორდული მაჩვენებელია. წლიურად მხოლოდ ივლისში 25%-ით, ანუ 12,924 TEU კონტეინერით მეტი დამუშავდა. 2025 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით კი საერთო ჯამში დამუშავდა 378,288 TEU, რაც 14%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ამასთან 8,9%-ით მეტი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ფოთის პორტის გამტარუნარიანობა 600,000 TEU-ა. ტვირთის ზრდის ტემპი კი აჩვენებს, რომ ნავსადგური გამტარუნარიანობის ზღვარზე მუშაობს. APM ტერმინალს ფოთში პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოების საჭიროებაზე საუბრობენ, თუმცა როგორც კომპანიის 2024 წლის ანგარიშგებაში წერია, APM ტერმინალსმა ფოთის პორტის გაფართოების შესახებ მთავრობა შესაბამისი ნებართვის მისაღებად პროექტი 2024 წლის პირველ კვარტალში წარუდგინა, თუმცა ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ბათუმის საზღვაო ნავსადგური ტვირთბრუნვის ზრდაზე აცხადებს. პორტის მონაცემებით 2025 წლის პირველ ნახევარში მშრალი ტვირთების გადატვირთვა წლიურად 15%-ით გაიზარდა. მათ შორის ლითონის პროდუქციის გადატვირთვა 127,9%-ით არის გაზრდილი. ნაყარ ტვირთებში კი ზრდა 90,9%-ია. მარცვლეულის გადატვირთვა წლიურად 72%-ით არის გაზრდილი. ნედრი შაქრის კი 56,6%-ით. ტვირთების ზრდას ნავსადგურის ადმინისტრაცია მოთხოვნის ზრდას, ასევე შიდა ოპერაციული პროცესების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უკავშირებს. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით წელს 6 თვეში ფოთის და ბათუმის ნავსადგურებში ტვირთბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა. ქვეყნის ორივე ნავსადგურმა კი ჯამში 7 მილიონი ტონა ტვირთი დაამუშავა. მოსავლის მართვის კომპანია ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ 7 აგვისტოს მიღებული განკარგულება. დოკუმენტის თანახმად კომპანია და მისი სრული აქტივები, მათ შორის ღვინის და სპირტის რეზერვები ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. მოსავლის მართვის კომპანია 2020 წელს ქთველის სუბსიდირების პროგრამის განხორციელების მიზნით დაფუძნდა. კომპანია ამჟამად სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საკუთრებაშია. მის მართვაზე პასუხისმგებელი კი სოფლის განვითარების სააგენტოა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაქვემდებარებაში არსებული სიპია. თუმცა როგორც ამჟამად მთავრობამ ჩათვალა, აღნიშნული კომპანიის უფრო ეფექტიანი მართვა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ იქნება შესაძლებელი. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მარკეტინგულ კამპანია FFK Public Relations-თან თანამშრომლობით გერმანიის საცალო ღვინის ქსელებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მასშტაბური კამპანია დაიწყო. კამპანიის მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული ღონისძიებების საშუალებით ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა. გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ქსელში ჯექვის ვეინ დეპოტის 300 მეტ მაღაზიაში სპეციალურად შექმნილ სივრცეში წარმოდგენილია ქართული ღვინო. გარდა ამისა, ავესკოს ონლაინ მაღაზიაში გაიხსნა ქართული ღვინის ცალკე გვერდი და ვირტუალური ონლაინ თარო. ავესკო ჰოლდინგი გერმანიაში პრემიუმ ღვინოების ყველაზე დიდი და პრესტიჟული საცალო მოვაჭრეა, რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2023 წლიდან თანამშრომლობს, ხოლო მის პორტფელში ქართული ღვინოების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. უწყების განცხადებით, შემოდგომიდან ღვინის გაყიდვების ტრადიციულად აქტიურ პერიოდში კამპანია კიდევ უფრო გაფართოვდება და მოიცავს სხვა წამყვან ქსელებსა და იმპორტიორებს. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში სამართალდარღვევები გამოავლინეს. თელავის მუნიციპალიტეტში მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხის საამქრო ჰქონდა მოწყობილი. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. თიანეთის მუნიციპალიტეტში კი სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გამოვლენილია უნებართვო რკინის კონსტრუქციის სანახშირე. სანახშირეს მიმდებარედ ასევე განთავსებული იყო 5 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო სახერხის საამქრო და უნებართვო სანახშირე გამოავლინეს. გარემოს დაცვითი სამართალდარღვევის, პრევენციის აღკვეთის და გამოვლენის მიზნით დეპარტამენტის თანამშრომლები უწყოდათ პატრონებენ და აქტიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. გამკაცრებული სახელმწიფო კონტროლის მიზანი სამართალდარღვევების მინიმუმამდე დაყვანა.